დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ? ხომ ხართ ყველანი კარგად? ლამაზი დილა გვაქვს დღეს. ამინს თუ შევხედავთ. დღეს მაგარი სიცხე იქნება. იღვიძებს ნელ-ნელა ქალაქი. დილას მაღვიძებს მტრედების ხუღუნი. იქით მხარესაც და აქით ეხლაც არიან აქ. აქ რაცა მეფარება. ეხლაც არიან აქ ცხოვრობენ. ზევით. სახურავში შიგნით ცხოვრობენ და ისე ღუღუნებენ, რომ დილას მაღვიძებენ, ვერ ვიძინებ. ეხლაც აქ შეიძლება არ გესმით, მაგრამ ისმის ხმა. ხანთოლიები და დარბიან სახურავზე. ჯარისკაცებივით. თავდაპირველად აქ ლიფტიც რომ გააკეთეს ჩვენ ვინაში, პირველში მივიდით არ იყო. მერე რომ გააკეთეს, ლიფტის მოტორიც ისე მოუწია ადგილი ისეა გაკეთებული, რომ მე სადაც ვიძინებ, ჩემ თავთან არის ასე, ზუსტად. იმას ვერ შევეგვე რამდენი ხანი და ვერ ვიძინებდი ვერაფრით. ლიფტი ხან შუაღამეშიც დადიოდა და ხან დილას და ხან საღამოს და ვერაფრით ვერ ვიძინებდი. ეხა ისე შევეჩვიე, იმის ხმა საერთოდ არ მესმის, მაგრამ ამ ტრედების ღუღუნი არ იქნა. არაუშავს. იქ გასაკეთებელია, რომ არ შევიდეს ტრედებმა კლუბში და არ იქნა ვერ გააკეთეს. გასაკეთებელი ბევრი რამეა, საერთოდ ბევრი რამე. ამ წუთას რომ გავიღვიძეთ თუ არა უცებ Facebook-ზე შევედით, თქვი გადავავლებ თვალს მეთქი და აჭარა Times-ი მაქვს გამოწერილი. და იმ წუთას ამოვარდა ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე მე-19 სართულზე გაჩნდა ხანძარი. შევშფოთი რა თქმა უნდა, რა მნიშვნელობა აქვს ჩემიანი ცხოვრობს ვინმე თუ არ ცხოვრობს, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ყველა პრობლემა გულთამისატანია და ზარალიც და სხვერპლიც რა თქმა უნდა ღმერთმა ყველა დაიფაროს. და პირდაპირი ჩართვა იყო. მე წუხე გვიან მომხდარა და მე არ მინახია, დღეს დილას ვნახე. მოყვებოდათ ალბათ თქვენც არ ვიცი. პირდაპირი გადაცემა იყო და ჩართვა იყო აჭარა Times-ის. მოსულიაო სახანძრო მანქნებიო, კიო, მაგრამ დახმარებასო ვერ უწევენო. მე-19 სართულზეო, სახანძრო მანქანის კიბე ვერ ცდებაო. გაკვირვებული დავრჩი, ნამდვილად. მიყვარს ჩემი ბათუმი, მიყვარს ჩემი ქალაქი, მიყვარს ჩემი ხალხი, მიყვარს მთელი საქართველო, ჩემ ბათუმს რაც შეეხება, ყველაფერი მიყვარს რა თქმა უნდა და მე არ მინდა ეხლა ისე გამომივიდეს ჩემ ბათუმს რამეში ვაკრიტიკებდე, რა შუაშია ქალაქი და ბათუმი. მე ვამბობ უფრო მაინც ხელმძღვანელობაზე რა თქმა უნდა. გაკვირვებული დავრჩი, ესეც თუ ხდებოდა ნამდვილად არ მეგონა. ბევრი პრობლემები არის დღეს ქვეყანაში, მაგრამ მე-19 სართულზე თუ სახანძრო მანქანის კიბე ვერ ცდება, დაღუპულვართ და ეგა. დაღუპულვართ მათ. აი, მე მე-1000-ზე ვცხოვრობ. ბათუმში შენდება კორპუსები, მართლაცად ამჟენები. 45 იმის ზევით. მაშინ რა უნდა მოხდეს? მე-19 სართულზე ხალხო, მე-19 აი ჩემს უკან შენდება, ეხლა ჩანს თუ არა აქედან შენდება უკან არ ვიცი მე რამდენი 16 საათს გავსწორდა უკვე და მიდის ზევით. იქით შენდება კიდევ 25, იქით შენდება კიდევ
ხო და რა გვეშველება მაშინ? რა ეშველება ამ ხალხს? არ ვიცი, ეგ რა იყო, მართლა ვერ გავიგე. იმ წუთას იქმის სულ სახანძროს არ ქონდა. ეგ კიბე თუ ზოგადად ასე არის? ეგ უკვე მართლა აღარ ვიცი რა. ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი პრობლემას ვაწყდებით. არ ჩამოვთვლი ახლა და არ დავიწყებ ჩემ ქალაქს რომ ვეხები, ეგეც, მაგრამ ქალაქი რა შუაშია. ეგ არის ხელმძღვანელობის ბრალი. ამ ხელა კორპუსებს რომ აშენებ, იქ რაღაც გათვალისწინებული უნდა იყოს ყველაფერი. მე ვიცი რომ ეხლა კორპუსები ზოგიერთი შენდება, იქ არის ითხოვენ, რა თქმა უნდა, სახანძრო სისტემას ითხოვენ. იქ ყველანაირი ახალი სისტემით შენდება და ყველაფერი კეთდება ნორმების ფარგლებში, მე ასე ვიცი და მე ასე გამიგია. არც ეს კორპუსი იყო ძველი, რაც ჩანდა და ხედავდი, არ იყო ძველი. ახალს გავდა, მაგრამ რამდენად ახალი, ეხლა არ ვიცი. მე ვიცი რომ ეს 3-4 წელია შენდება სულ სხვა წესების დაცვით და არ ვიცი. გაკვირვებული დავჭი მართლა. ეხლა ამდილიანად ეს ამბავი თქვენთან არ ვიცი მომეტანა თუ არ მომეტანა, მაგრამ ის რაზეც გაკვირვებული დავჭი და რამაც შემაშფოთა რომ არ მეთქვა, ვეღარ მოვისმენე. არა, არ შეიძლება. ხანძარი ლიკვიდირებულია. შიშველი ხელებით ჩააქრეს მეხანძრეებმა. არ ვიცი. ნამდვილად ვერ გეტყვით, სასწრაფოს სახანძრო მანქანებს კი ვხედავდი იქ. ეხლა ამას ხომ არ მოიტყვებდა რა ადამიანი. თუ მიუდგომელი ადგილი იყო და ვერ შლიდა კიბეს და სახანძროს მანქანა ახლოს ვერ მიდიოდა, ეგ სხვა ამბავია. აქაც რაღაც ნორმები უნდა იყოს დაცული. მაგრამ თუ მართლა კიბე ვერ აწვდა მე-19 სართულს, კიდევ ერთხელ ვამბობ, დავღუპულ ვართ და ეგა. კარგით მეგობრებო, რას ნახავ Facebook-ზე შესვლა არ მოგინდება. ისეთი რამეები ამოვარდება ყველადღე დილას, რომ დილა გეწყება სტრესით. ზოგჯერ მინდა რომ საერთოდ არ შევიხედო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? შეხვალ თუ არ შეხვალ, ეს ხომ ქვეყანაში ყველაფერი ხდება, რაც ხდება დღეს ამდენი პრობლემა. ისეთი ინფორმაციებით იწყება გადაცემები, თუ მინდა ტელევიზორს რომ ჩართავ საინფორმაციო აქვს. არ ვიცი რა. აღარ მინდა ეხლა დავწვილმანდე, რასაც უსმენთ და ვიგებთ. სტრესია ნამდვილად ღმერთმა ყველას დაეხმაროს და შეძლებისდაგვარად ჩვენც ხელი გავუწოდოთ ყველა დაზარალებულს. ხო, მსხვერპლი არაფერი არ ყოფილა, ზარალი იქნებოდა რა თქმა უნდა. ისეთი დიდი ცეცხლი ჩანდა. შეძლებისდაგვარად ჩვენ ხელი გავუმართოთ და ღმერთმა ყველას უშველოს. და გვიშველოს. აი დილა არ უნდა დაიწყო ასეთი საუბარი. მეც იგივე გავაკეთე, ახლა მოვედი თუ არა თქვენთან დავიწყე რაღაც პრობლემებით საუბარი. დღეს გეგმა არ მაქვს ჩემი გამრიგი შედგენილი, თეთრეულებს ვეცხავ. ძალიან კარგი ამინდი გვაქვს. ისეთ სიცხეა, მაგრამ საღამოს და დილას მშვენიერი სიგრილია. სანამ ჩემი ბიჭი გიგა გაიღვიძებს, მანამდე მოვასწრებ ჩაწერას. მე გიგას მივხედავ. ხო, დღეს არ ვიცი რას გავუკეთებ. კვერცხიც უყვარს დილას მოხარშული, მაგასაც
კვერცხს მე მეთოდით ხარშავ ცხელ წყალში ჩავაწყობ მაცივრის კვერცხს რომ წამოდუღდება გადავწურავ მერე ცივ წყალს დავასხამ და ოდნავ მარე ჩავაღვიდავ ხარშავ ერთი ნაჭუჭიც არ დარჩება ზედ ისე გაირჩევა კვერცხი კვერცხს მოუხარშავ სოსისს მოუხარშავ შუადღის საჭმელი მაქვს გაკეთებული გუშინდელი ბადრიჯანი მაგრამ კიდევ მომიწევს რაღაცის დამატება ცომიც მაქვს საცომი ჭაპურის მაცივარში ინახავ და ყველაფერში შეიძლება გამოიყენო ეს ცომი გავდა გუშინ გოგელი ჩემი მეგობარი გოგო შემიფასა ტორტი ძალიან მოეწონა ძალიან ყოფილი დავრჩი რომ მოეწონა ეხლა მოვიდა უკვე ის სეზონი სკოლები დამთავრდა ეხლა უნივერსიტეტებში გამოსვლები დაიწყება და მერე უკვე მოვა დრო წასვლების ვინსად მიდის ვინსად ისვენებს ძალიან კარგია ძალიან წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამონახო მეტჯერ თუ არა ერთხელ მაინც უნდა გამონახო დრო მეტი რა შეგრჩება ადამიანს დღეს ვარ და ხვალ არა გუშინ თითიც ისენ წალეთ გავიჭერი თქვი ვიდეოში თუ არ თქვი არ მახსოვს გავიჭერი ისენ წარედ რომ წუხელ დავიმუშავე სისხლის ძებს გავაჩერე დავიმუშავე და ეხლა ისევ შესახვევი მაქვს ჩხილებიც მაქვს გასაკეთებელი არ ვიცი დღეს ჩავალ თუ ხვალ ამ დღეებში ჩავალ აუცილებლად და წამომეზარდა უკვე და მიშლის გუშინ მითხრეს იმღერეო და შენიო თქვენი ნამღერიო შენი მეუღლის და შენი ნამღერი ვიდეო გააკეთე და დადეო ჯერ ეგეც არ ვიცი მეგობრებო რამდენად შეიძლება სხვისი სიმღერის სხვისი ტექსტის სიმღერა მოვიტანო თქვენამდე ჩვენი შესრულებით შეიძლება თუ არა ეგ არ ვიცი ეგეც გასარკვევი მაქვს და მერეც ჯერ ჩემს არ ვიცი როდის მოვიყვანე მაგ აზრამდე და თუ დამთანხმდება რატომაც არა იქნება ეგეც დღეს თუ არა ხვალზე იქნება ეხლა არ ვამბობ ჩვენ ისეთი მომღერლები ვართ ვაიმე და რაღაც მაგრამ მუსიკასთან ვართ კარგად ჩემი ქმარი გარმონს უკრავს ღერის კიდეც ძალიან კარგად და მეც მღერი ვარ ცოტა თუ დამთანხმდება რატომაც არა მოვიტანე ესეც მაგრამ ჯერ ეს მაქვს გასარკვევი რომ შეიძლება თუ არა რომ მე YouTube-მა არ შემიქმნას პრობლემა გავარკვევ და თუ არ დამთანხმდება ისე გავაკეთებ რომ მან რომ არ გამოჩნდეს გადავიღებ და დავდებ ჩემი მამამთილი იყო მუსიკის მასწავლებელი და მე მასწავლიდა სკოლაში მეც რომ გავთხოვდი და მათ ოჯახში მივედი ისინი მთელი ოჯახი მუსიკალური ჩემი მულები მამამთილი ჩემი ქმარი ყველა მღეროდა ყველა და იქ ჩემი ოჯახიც მღეროდა მაგრამ მუსიკალური ოჯახად ვერ უბრალოდ კეიფის დროს და ისეთ მღეროდნენ და იქ ისინი მღეროდნენ ჩემ მამამთის ისეც უყვარდა წაიღიღინებდა ყოველთვის და უნდა გავყოლოდი გვემღერა მე ვინმე თუ მოდიოდა სიმღერის გარეშე და კეიფის გარეშე არ მიდიოდა ჩვენი ოჯახიდან და შრომაც იყო არ იყო სულ ახლა დალხინებული ცხოვრება 90-იანები პერიოდიდან ვიყავი მოვყევი იმ ოჯახში და სოფლის შრომა, მაგრამ იმასაც ვასწრებდით და იმასაც.
ახალგაზრდაც ვიყავი და ყველაფერს ვახერხებდით. მოვიტან ამ სიმღერასაც თქვენამდე. ცოტა დრო მინდა რომ ჩემი ქმარი შევაჩვიო ახლა მაგას და მე მოვა მაქსიმ დერიტაც. ხელვაჩალში რომ ჩამოვედით სოფლიდან საცხოვრებლად იქ ჩემი ქმარის მეგობრები, ჩემი მეგობრები იგივე სართულზე ცხოვრობდი და სულ შევიკრიბებოდი, ჩემთან ჭამდით, სვამდით და მე ეზოში პატარა დასაჯდომი იქ ვებინასთან იქ დავჭდებოდით და დღე არ გავიდოდა რომ არ გვემღერა და არ გვემხიარო და ჩვენი ხმა ყველას ეს მოდაი. მე მახსოვს ერთი დღე მეზობლის ბიჭმა გვიან ღამეს ვღეროვდით, ხალხს არ ვაძინებდით. ვიძახის იქიდან რომ ხალხო ანოდან პატიჟეთო და ან დამაძინეთო რა გჭირთ მართლა ჩამოვალ მაშინ თქვენთანო და ჩამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი იყო იგიც ჩამოვიდა და ჩვენთან ასე სულ ხაროდა ყველა ჩვენი დანახვა რაღაცნაირად ვიყავით 7 ვიყავით სულ ასე კეებში და მხიარულობაში ვიყავით და მახსოვს ერთხელ ეზოში კიდე ზივართ დღე დიდი საზამთრო მოვიტანეთ ეხლა ჩემი მეგობარია კიდე ის გოგო მეთქი რომ ის კიდე იქ ახლოს მაღაზიაში ბიჭი მუშაობდა ის ჩემი ქმარის მეგობარი ჩვენ ისე ვიყავით რომ ჩემი ქმარის მეგობარი ჩემი მეგობარი ყველა ერთად მეგობრობდით და დიდი საზამთრო მოვიტანეთ ჩემო ქმარმა საზამთრო მოიტანა მე რაღაცა მისაყოლებლები გამოვიტანე და დავჯერით და გავაგრძელეთ იქ კეიფის სიმღერა და წამოვიდოდა იმ წუთას აინებიდან გადმოიხედავდნენ მეზობლები ახალგაზრდა ქალები კაცები რა ვიცი ყველა და ნახავდით მე ზოგი დრას გამოგვიგზავნიდა ტოლმას ზოგი თქვათ შემწვარ კარტოფილს ზოგი სალათას იქედან წამოვიდოდა ოღონ თქვენი მხიარულეთ ოღონ თქვენი იმღერეთ და ჩვენ გვასმენინეს და ჩვენ მოგამარაგებთ აქიდანო კაი დრო იყო მართლა იქ ხელვაჩალში რომ ცხოვრობდი სულ სხვანაირი იყო ყველა ჩამოსული იყო სოფლის მაცხოვრებლები ხალხი და რაღაც თითქოს და ყველას ერთი აზრის ხალხი ვიყავით და კარგად ვუგებდით ერთმანეთს ხალხს ვაწუხებდით ეხლა ვიქნები ვაწუხებდით მაგრამ არა პირიქით ჩვენი ატანა არ ქონდნენ მეთქი კი არ მომბო პირიქით უხარო და ჩვენი დანახვა ჩვენ რომ მაგისთვის მოვიცლიდით რომ იქ გვემღერა და ჩვენი მხიარულობას გაიგებდნენ სიხარულით აღარებდნენ ფანჯრებზე აინებზე იდგენ და გვისმენდა ყველა კარგი მოსაგონარი პერიოდი მაგის 7 წელი კი ნაკირავებში ვიყავი პატარა ბავშვებს ვსრდიდი დავდიოდი ვაჭრობდი ხან ზოგჯერ ბავშვებს პატარებს სახლში ვტოვებდი ერთ დიდს მეორეს ვტოვებდი და რაღაც და ყველაფერი უნდა მოგესწრო და რაღაც მაგრამ ხიარულობასაც ვასწრებდით და ძალიან კარგი მოგონებები მაქვს იმ პერიოდის წავიდოდით ხან ჩანჩქერზე ხან სადმე მდინარესთან წავიღებდით და სულ პიკნიკი გქონდა რას არ ვაკეთებდით ისეთი გვიან ღამეში ეხა გამახსენდა წავიღეთ პროდუქტი დავანთეთ ცეცხლი დავტეხეთ თხილის ჯოხები იმ თხილის ჯოხებზე გავაკეთეთ ქათმის ბარკლები წვადებივით იმ ნაკვერცხალში ჩავყარეთ კარტოფილი შიგნით და ეს იგენიც ჯოხებით ზევიდან დავაწყეთ შევწვით და ღამეა შუა ღამე თვარის და თვარის შუქზე ვზივართ და კეიფობ ჭამთ სვამთ ღრიანცელობთ რომ ვიტყვი და ჭამთ ვერ ხედავთ ერთმანეთს სლივს ვარჩევთ ერთმანეთს ისეთი განათებაა თვარის და იქიდან მე არ გვეყო ის მხიარულობა და თქვით მოდი წავიდეთ ჩვენი ბავშვების ერთად დავდიოდი მოდი წავიდეთ ახლა ბულვარში რაღაც ზღვასთან ჩავიდეთ იქაც რაღაც პატარა პიკნიკი იქაც გავაკეთოთ პატარა
სუფრა და იქაც ვიქეიფოთ და წამოვედით მე იქედან ღამის 2-ზე ჩამოვედით არავინ არ იყო 2-ზე ზღვაზე ვისრავთო ჩვენს გარდა ჩვენი იყო ბულვარი მთლა ღამე იქ კი იყვნენ დისკოტეკებზე და იგენში კი იყო ხალხმენა ზღვაზე არავინ არ იყო იქაც ცოტა წავქეიფეთ და იქ შეგვათენდა კეიფში და დილას რომ სახში დავბრუნდით და სარგეში დავგავხედე პირის დასაბარად მაშინ მივხვდით რომ სულ გამურულები ვიყავით სულ გაშვებულები ვიყავით იქ კარტოფილის ნაჭამი კარგი იყო რაღაც ბავშვებიც ვიყავით მაშინ ბავშვები მყავდა მაგრამ მეც ბავშვი ვიყავ სადღაც 25 წლის ალბათ და ძალიან კარგი პერიოდები იყო რა ძალიან კარგი ასე რომ ზოგჯერ მოგონებებში გადავეშვები ბევრი არის რაღაც სამწუხარო და ცუდი მოგონებებიც მაგრამ ბევრი კარგიც მაქვს ნამდვილად ასეა რამდენი აზრი მოვა და რამდენი მოსაყოლი დამიგროვდება უცებ მაგრამ ერთ ვიდეოში ჩაატევ ყველაფერს მე მოგიყვებით ჩემი გათხოვების ისტორიასაც აუყვები ერთ ვიდეოში მაგალითად უფრო ბევრი მოსაგონარი წარსულში მაქვს და ვიდრე ეხლა რამე სიახლეები მქონდეს ყველა ვიდეოში თითქმის რაღაცა წარსულიდან ვყვები აივანზე გამოვედი რომ ჰაერია დავჯდები ჩავწერ ვიდეოს მაგრამ აქ ასეა სულ ხმაურია და სულ პირდაპირ ტრასასთანა ჩემი ბინა პირდაპირ აქ გადის ეზოთან ესა ტრასა და ქუჩა აქ გადის და აქ ისეთი ისა მოძრავი ქუჩაა თან ეს ჩემი ქუჩა ცენტრალური არ არის მაგრამ ძალიან მოძრავი ქუჩაა და აქ სიწყნარე არ არის ჯერ ვასწრებ ეხლა აქ მშენებლობაზე არ არიან მოსულები და ვასწრებ თორემ აქ მე საერთოდ ვეღარ გამოხვალ ვიდეოს ჩასაწერად თორემ ახლა ისე რას მეშლია კარგით მეგობრებო სხვა რა მოგიყვეთ ჯერ დილა და ტვინი ამდენად გახსნილი მე მოვალ კიდევ ორი ვიდეოს მეც ვერ ვახერხებ ჩაწერას საღამოს მაინც მოვალ აუცილებლად მოვალ ნახოთ როგორ წავა დღევანდელი დღე მოსვლით აუცილებლად მოვალ უბრალოდ რა თემით მოვალ არ ვიცი ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ